სახე გაძრობილი ნანოტა მოგესალმებათ. ძალიან დაბრილი. ეხლა მივდივარ დედაჩემს დავიწყდა ალექსანდრასთვის პლასტელინის ყიდვა. ხო გეუბნებოდით რომ პლასტელინზე კი არ წავიდნენ, პრინციპში წავიდნენ გარეთ და თან უნდა იყიდათ, მაგრამ დავიწყოთ და ეხლა ალექსანდრამ პლასტელინი მჭირდებაო და თან აქ ჩვენთან მაღაზია არის რაღაცა ფაბრიკატების, ნახევარ ფაბრიკატების. ხო და ხინკალი უნდა ვიყიდო. ლენიც ვუყიდე და აი აქ ვყიდულობ ხოლმე ხინკალს, აქ ვიახმევენ და ძალიან სუფთად გემრიელად აკეთებენ და მიყვარს ძალიან. გორის საყვარლები არიან, ბავშვები წერან გამოდიოდნენ მაღაზიიდან და აიო ესესო და რა თქმა დაგვრჩებო და მან მორჩებო ჩვენი შოპინგი, მეთქი დაბრო პაჟალავეთ. მეთქი ჩვენ წაესავთ და დიდები. მოკლედ ვიყიდე ხინკალი და ავდივარ სახლში და როგორი ქარია მომარო. ჩვენთან ამ სკვერს აკეთებენ ჩამოსულები არიან, ალბათ არ ვიცი, ინდოელები არიან, ვიღაცები არიან, მოკლედ. ხო და გული მეწვის რომ ვუყურებ, ეგენ რომ მუშაობენ ხოლმე და განსაკუთრებით ერთი რამოდენიმეჯერ ჩავიარე და რო იჯდნენ და ჭამდნენ რაღაცნაირად გული ჩამეწვა, რომ ჩვენ ხო ვართ საქართველოში, ევროპაში ზოგადად, თუნდაც ამერიკაში ქართველები იაფი მუშახელი. ეგრე არიან აქ ეს საცოდავები, რა გული მეწვის, რა თუნდა ვიტირო. რაღაცნაირად აი ისნენ და რო ჭამდნენ, აი ძალიან შემეცოდნენ. შესაძლოა რა ტრანსოფი კაცები არიან, მუშაობენ, ჩამოსულები არიან აგერ საქართველოში. მაგრამ მაინც ვიტით რომ ავდივარ ხოლმე სულ რაღაცნაირი ხმები აქვს. ერთ დღეს ერთნაირი, მეორე დღეს მეორენაირი, ანუ განემარტა ჩემს სახლში უჭირს ყველაფერს, ზოგადად მე მგონი კორპუსში უჭირს ყველაფერს. აი მეთქა პოზიტივი დაიჭირენ. თუმცა ზოგადად დაიჭირენ. მე მგონი გიჟდები და ვერ ხვდები ხალი ხო. Набери. Спасибо. Довольно? Ой, осторожно. Да, и мне тоже больно. Давай, иди. Пойдем распаковать. Давай. Ждем мамочку. Она сказала, что сейчас придет. Мам! Давай! Иди сюда. Это распаковка. Ну давай. Это распаковочка. Это пластилин. Ой, მე პატარა რო უხარია, მცირედიც რო უხარია, ისეთი გოგოარი ეს. Такие цвета, да, красивые? Давай ცალიანი ვუყიდე. გითხარით ხო წინაზე რომ ეს პლასტელინი სახიდან გავაკრე. იყო 12-ფერიანი, 16-იანი, 18-იანი იყო მე მგონი, მაგრამ მე წამოვიდა 8-იანი. 4 და რა ღირდა 4 და 80 ღირდა. Не порт. Хорошая. Еда, сигули. Шами გაიცანი დღეს? Это что? С кем познакомилась? Барбара. Барбара, да? Какая она была, расскажи. Как я, только волосы белые. Да. Александра სახში მოვიდა აჟიტირებული ეზოდან. ბავშვებთან იცი რა კარგი გოგო გავიცანიო, ბარბარე ქვიაო. მეორე კლასში არისო და მეორე ცვლაში არისო, ჩემს სკოლაშიო ის იცო და ძალიან გახარებული იყო ალექსანდრუშკა და მინდა ვიმეგობროა და შეიძლებაო და მეთქი რა თქმა უნდა შეიძლება თქო და უბრალოდ ჩემს სკოლაშიო. მეორე სართულში არისო და მე პირველზე ვარო. მე მიყვარს. Давай мне телефон нужен, пишут. Кто? Девочки. Кто у тебя? Мальчики. Ну, кто девочка? Не скажи, какие мальчики пишут. Я тебе все рассказываю, да? Все Да. мои секреты? Да. Ты все мои секреты знаешь. А там никто ничего не знает. А кто знает? Только ты. А, Ты же моя ЛПшка. да.
А почему Мари не знает? Мари тоже знает. А что именно? А Дима? А Марина? Нет, только ты. Моя алпашка. Секретов не знаешь моих. Мои секреты не знаешь. Александра все знает. Не надо ей оказываться. Лема, давай лепить. Давай лепи. Давай. Я поболтаю с девочками. Да. მე აკიდული მაქვს 10 კილოიანი ჩანთა ალექსანდრასი. ეს არის ორშაბათი. ალექსანდრა არის მასხარაობის ხასიათზე. რათა ვთხოვე რომ ქურთუკი შეიკარეთ, მაგრამ თუ ესომის დილით როგორც გადავივლე, ისე გავიშრეთ მომი და გამოვიქეცი უბრალოდ ჯერ ალექსანდრა წავიყვანი სკოლაში და მე ეხა ჩამოვედი საქართველოს ბანკში. დასკოლა უნდა გავაკეთო. მე მოქვს სოლო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამე პრიორიტეტები გვაქვს. ნახოთ, აბა რას გვეტყვიან. პირველად უნდა გამოვიყენო ეს სოლოს ბარათი. Всё, ჩემი დაწყობები მზად არის. იტალია, სომხეთი, ძალიან მიხარია. სამწუხაროდ არანაირი შეღავათი არ მქონდა სოლოს ბარათით. წესით დღეს წვიმა უნდა ყოფილიყო, მაგრამ თბილისში მზემ გამოვანათო და ორა მშვენიერი დღეა სანატრელი თუ როგორ არის ეს სიმღერა. მოკლედ მე მივიდივარ ჩემს საქმეებზე, ნაჭრები მაქვს წამოსაღები და შეკვეთებს უნდა მოვუჩე სასწრაფოდ სანამ წავალ და უკვე ძალიან მალე მივიდივარ. ღმერთო, ეს ხალხი როდის გადაეჩევა ესე ხამებებით ყურებას, რომ რა იღებ? ანუ როდემდე რა ვერ გაიგეთ? მოვახციე გუდანში. შემოვედი კარფურში, რომ ვიყიდო პროდუქტები სახლისთვის. გენრიელობები მოვამზადოთ, დღეს ალექსანდროშკას უნდა გავუკეთო თევზი და მე აყიდულობ ხოლმე თევზს. ბოსტონეულიც მინდა. სახლში მოვედი მეგობრებო და ალექსანდროშკა უკვე დედა ჩემს ყავს წაყვანილი და მოვედი რაღაცა პროდუქტები მოვიტანე, რომ ეხლა რომ მივდივარ, მინდა ალექსანდროშკას რაღაცები გავუმზადო და იდედა ჩემსაც რომ გავუმარტივო, ასე ვთქვათ, ალექსანდრასთან დარჩენა, იმიტომ რომ ისაც გაკვეთილები მოვლა დაბანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეთქი საჭმელს ნახევარ ფაბრიკატებს პილმენებს რო ვაკეთებ ვარენიკებს და მსგავს რაღაცებს, მინდა რომ სანამ წავალ ეს ყველაფერი გავუმზადო და ეხლა მაგ რაღაცნაირი კი არა, აი ეიფორიაში ვარ სრულიად და მოგიყვებით რატო? მე ხო ზოგადად ძალიან ტირალა ვარ და ყველაფერზე მეტირება და ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. დღეს კიდევ რა მოხდა ცალკე მაგას მოგიყვებით, მაგრამ ეხლა მოგიყვებით უცბად აი ამის ისტორიას და კიდევ წინაზე გაჩვენეთ ხო აქ მედო კომპლექტი, ახალი სეტი. მოკლედ ეს კომპლექტი ვისაც შევკერე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი რა, აი დაქალობთ და ბავშვობიდან მოვდივართ და საქართველოში ადრე ცხოვრების დროს ერთად მუშაობდით, ერთად მოგზაურობდით ეგვიპტე და თუ საქართველოს მასშტაბით, აი არ ვიცი, ყველგან ერთად ვიყავით ხოლმე და ერთად მუშაობდით, ერთად გვეძინა, ერთად ჭამთ, აი არ ვიცი, ყველაფერს რომ ერთად ვაკეთებდით და ეხლა ანუ რამდენად გავიზარდეთ. თავში ადრე როგორ გვიქრო და ერთი სული გქონდა შვებულებას, როდის მოგცემდნენ რომ არიქა მახსოვს ერთხელ წავედით, ეგვიპტეში რო წავედით. ჩემს დაქალს ფეტიში აქვს გრძელ თმაზე და წავიდა როგორ მახსოვს, თმები დაიგრძელა ეგვიპტესთვის, გადაიხადა ტონა ფული, მე წავედი ვიყიდი აიფონი, მეთქი ლამაზი ფოტოები მჭირდება. მოკლედ მახსოვს როგორ ეიფორიაში ვიყავით და დღეს ეხლა ამ გოგონასთვის ვამზადებ ესეთ საყვარლო რაღაცებს, იმიტომ რომ ხვალ არის ჩანიშტული საკეისრო და ეხლა მეტირება და ნახეთ რა უნდა დაარქვას. ჩვეშულებს ერთი სახელი ერქმევათ. ღმერთო რა კარგია. ხო და როგორ გავიზარდეთ მაშინ, ანუ ეხლა საგარა გიქრით თუ გგონიათ რომ რამე შეიცვალა, უბრალოდ შეიცვალა ჩემ შემთხვევაში ის რომ მეტად ბევრ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემ შვილზე, თუმცა ეს არ მბოჭავს იმაში რომ თუნდაც ეხლა დედაჩემს დაუტოვო ალექსანდრა და ვიმო სიამოვნებით წავიყვანდი მამამისი
ვიცი რომ აძლევდეს პასპორტზე თანხმობას უბრალოდ ახლა 100 არის და ჩემი ოცნება არის და იცით რომ ჩემი შვილი არის ყველაზე ზეკომფორტული ადამიანი ვინც კი მეგულება დედამიწის ზურგზე არ ვიცი ალბათ ჩემი შვილი რო არის მაგიტომაც ესო ვფიქრობ მაგრამ არა თვითონ ბავშვი არის ძალიან კომფორტული ერთადერთი ჩვენი პრობლემა ის იყო რომ სადმე რომ მივიდიოდით ალექსანდრას ნაოსტოს სიცხეს აძლევდა მაგრამ всё ეს დამპალი გლანდებიც მოვიშორეთ და ყველაფერი კარგად არის მოკლედ ესეთი რაღაცა ის მაქვს ეიფორია და ეხლა ველოდები ჩემი დაქალის დას მასთანაც ბავშვობიდან მეგობრობ და ბავშვობიდან მოვდივართ ხო და ველოდები რომ ეს ყველაფერი ჩავალაგოთ მანქანაში და წავიღოთ დღეს მივდივარ სტუმრად და მე ვნახოთ აბა თუ მომწევს ხო ის დორსულებს ცოტა აქვთ ხოლმე ჰორმონები გულიანად ეთამაშებოთ თუ გადამაღებინა ხო კარგი თუ არ გადამაღებინა და ეგეც გასაგებია ისე ყოველთვის როცა მე მჭირდება ან მას ჭირდება ყოველთვის ვიღებთ ხოლმე ერთად ვიდეოებისთვის მაგისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს არ ვიცი თუ შევძლებ რომ მოვიძიო ის ვიდეოები ეგვიპტიდან და მე აუცილებლად გაგიზიარებთ როგორ გემრიელად ვერთობოდით ხოლმე მე და იკო და სულ მაგას ამბობს რომ აი შენ კომფორტულ ადამიანთან მზად ვარ სულ ვიმოგზაურო და მოკლედ ესეთი ამბუშკები. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს რა, თავიდან ვიდეოში ვთქვი რომ მეთქი ეს ხალხი ხო როდის მოეშვება, აი ვლოგს რო ან რო იღებს საერთოდ ტელეფონი რო გიჭიროს და აი რო გიყურებენ, აი შემაწუხებლად რო გიყურებენ და ამ შემთხვევაში კაცებზე საერთოდ ტიპებზე საერთოდ არ მოქვს საუბარი, ეხლა საუბარი მაქვს გოგოებზე. აი მივმართავ ყველა ისეთ გოგოს რა, აი ძალიან დონები რო ხართ და ჩვენ რო თქვენს ზომაწონამდე ვერასოდეს ვერ მოვალთ რა, ძალიან დონები რო ხართ, ძალიან cool მანზე რო ხართ და ეს გაშლითმები რო გქონდა სათვალები ესე კი რა, აი აქ რო გადევთ და ესე რო იყურებით რა, აი მაგ გოგოებს მოგმართავთ რომ ან მართლა ვინ გგონიათ თავი და რატო გგონიათ რომ ჩემზე მეტი ხარ და შეგიძლია ეს ჩაილაპარაკო რა კიდევ ერთი ინფლუ ხავს საქართველოს ანუ საერთოდ თავი ვინ გონიათ ესეთ ადამიანებს ან რატო აკნინებ ადამიანის თუნდაც რომ დიახ ვარ, დიახ წლებია ვარ YouTube-ზე და ვცდილობ რომ ვაკეთო ჩემი საქმე და ამით არავის არ ვაწუხებ, არავის არაფერთან არ ვავალდებულებ, ანუ ვისაც სურვილი აქვს მიყურებს, ხო? ვისაც სიამოვნებ, ვისაც უნდა ჩემთან კომუნიკაცია, ანუ ვართ, ხო? ანუ უკაცრავად, მაგრამ ვინ მიგდიხარ საერთოდ ესეთი, რომ ადამიანი მიდის, თავის საქმეს აკეთებს, იქ TikTok-ს იღებს თუ YouTube ბლოგისთვის იღებს ვიდეო, ან შენთვის საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს და საერთოდ საკუთარ თავს რატო აძლევ იმის უფლებას, რომ კიდევ ერთ ანუ ეს ჩაილაპარაკა, ანუ გოგოები მიდიოდნენ და აი არ ვიცი, ამ სასტავს რა გონია, რომ ანუ მაგათი წონის და ფასის ანუ არ ვართ თუ აი მართლა მაინტერესებს რა გონია ასეთ ხალხს თავი რომ ზერ დასცინიან აი ბლოგერებს აი რა დასაცინს რა აი მე მართლა მაინტერესებს ეხლა ჩემ საქმეში რასაც მე ვაკეთებ დასაცინი ამაში რა არის პირიქით მე გარეთ რო გავდივარ აუცილებლად ვცნობენ ანუ მართლა დასაცინი ვინც არის ხო მაგათაც არ დაუცინი და არასოდეს საკუთარ თავს არ ვაკადრებ ადამიანის ღია ანუ ვიღაცაზე გვიღადავია ხო ხვდები და გვიღადავია ეს ხო მაგრამ ასე ღიად დასცინო ადამიანს და გული ატკინო ამით და შეურაცხყოფა მიაყენო ამით არასოდეს არ ვაკადრებ არც იმ ადამიანს და საკუთარ თავს ხომ პირველ რიგში სასაცილოს და ესეც ნამდვილად არაფერს არ ვაკეთებ ვფიქრობ რომ ძალიან კაი საქმეს ვაკეთებ ძალიან კარგად შემიძლია კამერასთან ესე ვიდგე და კომუნიკაცია მქონდეს თქვენთან ვფიქრობ რომ ძალიან ბუნებრივი ვარ და ყველასთვის ეს მისაღები არის. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა მაბულინგებს იქ რაღაცა თვალზე იქ ჩამიკვეტებენ, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს. და რა ვიცი, დასაცინი ნამდვილად არავისი არაფერი არ მჭირს ღმერთო ჩემო, ის კი არა პირიქით ცხოვრებაში წინ მივდივარ, თორე უკან არ დამიხევია და
აი სულ ბრაზდები რა ესეთ გოგოებზე და ანუ განაეხა შემიმჩნევია აი ამ საკითხში დღეს რომ კიდევ ერთი ინფლუ ყავს საქართველოს არა ანუ სხვა სადმე რომ მოვხვედრო გრძნობ იმ კატეგორიას ეგრევე გრძნობ მაგ გოგოების კატეგორიას რაღაცა თან ერთნაირ ზმანზეც არიან ხვდებით რაღაცნაირად ერთნაირი ტიპაჟები არიან ძირითად აი არ ვიცი რაღაცნაირად აი რაღაცნაირი შარულები აცვიათ ხოლმე პიჯაკები აცვიათ დიდი და რაღაც გაშლილი აქვთ ხოლმე თვები და რაღაც გლოსი ტუცი და აუსათვალეები და თავი მოაქვთ ხოლმე და მეც დავდივარ მაგვიძე მაგრამ არასოდეს არ მიკადრია რომ რაღაცა ვიღაცას ზევიდან მყურო კი არა პირიქით ძალიან უშუალო ვარ ხოლმე კონტაქტში ძალიან უშუალო რა არ ვიცი ვინც მიცნობს და ვისაც გინახი ვარ სიტყვაზე ვთქვა და გამომლაპარაკები ხართ აუცილებლად ჩემგან იგრძნობთ იმას რომ ვარ ძალიან უშუალო ძალიან კომუნიკაბელური კონტაქტური აი ძალიან ისეთი ვარ და რატო უნდა დავიწყო რაღაცა ეს ყურება ვიღაცაზე რომ არიქა მე იქ სიტყვაზე ვთქვა ხო ანუ просто მოდ ცოტა უხეშად ნათქვამი გამოდის მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ანუ შენზე ცოტათი მეტი ანუ ცნობადი ვარ ანუ ყველაზე ცოტას რო გაუსვა ხაზი ესეც ძალიან მეულამაზება ამის თქმა მაგრამ ასეა ხო რაღაცა დამსახურება მაქვს ხო ანუ გარეთ როგორ რომ ვიღაცა მიცნობს და ეს ბედნიერებას მანიჭებს რაღაცას ვაკეთებ ანუ ესი არ ვარ просто უსაქმურად რაღაცას ვაკეთებ მინდა რაღაცას მივახციო ცხოვრებაში და რაღაცა იმით დამსახურებულად მიცნობს ვიღაცა ხო და ანუ რატო გონიათ ეს თავი რაღაცა სასწაულები მართლა ვერ გამიგია რა არავიზე ნაკლებია რო არ ეხა 100%-ით ვიცი რა ვიცი არც ფიზიკურობა მაცვია არც ფიზიკურობა მაცვია მაკლია არც განათლება შეიძლება ზეგანათლებული არ ვარ ჩემი ყოფილი ქმარი საქართველოს ისტორია ჩემზე უკეთესად იცის მაგრამ ისეც არ ვარ რომ რაღაცა ანუ ყოველთვის შემიძლია რაღაცა თემაზე რომ საუბრობენ რაღაც დისკუსიაში შევიდე და რაღაცა განვიხილოთ ვისაუბრო ანუ ყველაფერზე შემიძლია აი რა ცოტა ვილაპარაკ რაღაცის ცხოვრებაში რაღაცის აზრზე ნამდვილად ვარ ერთი სულ მაგას ვიძახი რომ ჩემი ყოფილი ქმარი ყოველთვის ამ ფინანსებში მითრევდა და რაღაცა ისინი რა ქვია ბიტკოინები და ანუ ეს ჩემი არ იყო ვერასოდეს ამას ვერ ვისწავლე ანუ ვერასოდეს და ჩემი მოვდივარ მას ხმაწინა მეგობრებო სასტიკად წვიმს მეგობრებო მაგრამ ნანიკა ესე უშიშნად მიდის კლინიკაში დღეს ჩემი დათალი მცობიარობს საკეისროს უკეთებენ როგორც გითხარით წინა ვლოგში და მე თქმა უნდა ყველანი მივდივართ რომ გულ შემაგჭივროთ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი თავი მახსენდება ჩემ დროს ფემიატოს მარგამასწროს რა გავგიჟდები ჩემ დროს დედა ჩემი რა ჩამოვიდა როგორ მიხარო და ჩემი ქმარი და ჩემი დედამთილი იყვნენ და ძალიან მიხარო და ეგ ამბავი რომ თქვათ მარტო არ ვიყავი მაგრამ არავის შემოსვლა არ შეიძლება და არაფერი არ შეიძლება იქ სხვანაირად იყო ყველაფერი აი ესე წვიმს ალექსანდრა რო დაიბადა ძალიან დიდი ფიქრებით ცვიოდა 6 მარტს ისეთი ლამაზი იყო რომ მიკეთებდნენ საკეისროს ფანჯრები იყო ძალიან ვიტრაჟული დიდი და ისეთი ლამაზი იყო რომ ვიყურებოდი ლამაზი დღეს მართალია წვიმს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მგონი ალექსანდრას არ ქნა მისინის Singing low while I pop a bottle off of your chain swinging, clang clang, and it costs a lot. Bitch, I'm always at the guala, yeah, and you are not badass beat. Keep on going till you hit the spot. Whoa. ბაბუა ტივი